ყოველ დღე მილიარდობით ადამიანი ინტერნეტთანაა დაკავშირებული. ჩვენი თითოეული ინტერაქციით კი იქნება ეს შეტყობინებების გაგზავნა, ვიდეოს ყურება, ვიდეოზარის განხორციელება თუ ვებგვერდის სკროლვა, მონაცემები გენერირდება. ციფრული დატა შემდეგ გადის ქსელებს, სერვერებს და მონაცემთა ცენტრებში განთავსდება. ბოლო გამოთვლებით ყოველდღიურად 402 მილიარდი გიგაბაიტი დატა გენერირდება. მეტიც, მონაცემების გენერირების ტემპი 2010 წლიდან გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და როგორც სტატისტიკა გვეუბნება, მსოფლიოში შენახული მონაცემების 90% მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში შეიქმნა. კატეგორიების მიხედვით მონაცემთა გლობალური ტრაფიკის 53%-ზე მეტი ვიდეოებზე მოდის. კონტენტის ეს ფორმა სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და ამას TikTok პლატფორმის, ასევე სხვა სოციალურ ქსელებში ვიდეო კონტენტის წილის ზრდა ადასტურებს. სოციალურ და გეიმინგ კატეგორიებთან ერთად ეს სამი მიმართულება ინტერნეტში გენერირებული მონაცემების 75%-ზე მეტზე არიან პასუხისმგებლები. ინტერნეტ აქტივობის ყველაზე გავრცელებული და კომუნიკაციის დომინანტი ფორმა ელექტრონული პოსტაა. ყოველდღიურად 333 მილიარდი იმეილი იგზავნება, საიდანაც თითქმის ნახევარი 152 მილიარდი სპამია. ინტერნეტის მომხმარებლები ყოველდღიურად 24 მილიარდ შეტყობინებას გზავნიან. იყენებენ Google-ს წუთში 5,900,000 ჯერ, რაც დღეში 8.5 მილიარდ საძიებო სესიას უდრის. Snapchat-ის მომხმარებლები ყოველდღიურად საშუალოდ 3.5 მილიარდ სტორის აზიარებენ. Facebook-ზე გაზიარებული კონტენტის რაოდენობა კი 24 საათში 2.4 მილიარდს აღემატება. პოპულარობით სარგებლობს გაცნობის აპლიკაცია Tinder-იც, რომელსაც 75 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყავს. ისინი ყოველდღიურად 1.5 მილიარდ კანდიდატს აფასებენ და მარჯვნივ სვაიპით ადასტურებენ მათი გაცნობის სურვილს. ციფრული კომუნიკაციის პოპულარულ ფორმად რჩება X-იც. პლატფორმაზე დღე-ღამეში თითქმის 500 მილიონი ტვიტი იდება. COVID პანდემიის შემდეგ Zoom-ის პლატფორმა ვირტუალურ მუშაობასთან ასოცირდება. ერთი დღის განმავლობაში Zoom-ის შეხვედრებზე ადამიანები 150 მილიონზე მეტ საათს ხარჯავენ. 1.54 მილიარდ საათს ატარებენ ინტერნეტ მომხმარებლები ვიდეო კონტენტის ყურებაშიც. მონაცემები, რომლებსაც ინტერნეტ მომხმარებლები აგენერირებენ, დატა ცენტრებში ინახება. ამ ინფრასტრუქტურით მსოფლიოში დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც 10-ჯერ მეტი მონაცემთა ცენტრი ფუნქციონირებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. შტატებში 5426 დატა ცენტრია, გერმანიაში 529, გაერთიანებულ სამეფოში 523, ჩინეთში 459, ხოლო კანადაში 327. ტოპ 10-ს საფრანგეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, რუსეთი და იაპონია აგრძელებენ. ინტერნეტ მონაცემთა გენერირება დღეს რეკორდულ ტემპებს აღწევს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებლები ყოველწლიურად უფრო და უფრო გაიზრდება. მონაცემთა ცენტრები იტვირთება მომხმარებლის მიერ ისეთი მარტივი ოპერაციის შესრულებითაც, როგორიც მაგალითად ბმულზე დაკლიკებაა. ეს მუდმივი ციკლია, რაც გლობალურად დატა ცენტრებზე მოთხოვნასაც ზრდის.